2025 წლის ზაფხულის გამოცდების 3 ივლისს დაიწყება. აბიტურიენტებს საგამოცდოთ მოსამზადებელი პერიოდი კი სულ უფრო უმცირდებათ. TV მონიტორინგმა გადაიღო გორელი მომავალი სტუდენტები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ყველა საგამოცდო საკითხს თავს მარტივად გაართმევენ. როგორი აბიტურიენტების შემართება, რეპეტიტორებისა და ფსიქოლოგების რჩევა ჩვენ სიუჟეტში ნახავთ. მე ვარ დათა ლომიძე, დავამთავრე სკოლა AC და ახლა ვარ აბიტურიენტი, ვაბარებ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე ვარ მარიამ ბითაძე, დავამთავრე სკოლა AC, ვარ აბიტურიენტი, ვემზადები გამოცდებისთვის, ახლა ბოლო პერიოდში ვარ მომზადებების. მარიამ ბითაძემ და დათა ლომიძემ გორში კერძო სკოლა AC დაამთავრეს. ახლა უკვე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სამზადისის ბოლო კვირას გადიან. როგორც ამბობენ, მცირე მღელვარება აქვთ, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს გამოცდებზე ხელს არ შეუშლით. ორივემ სასურველი ფაკულტეტი დამოუკიდებლად აირჩია. უნივერსიტეტების შერჩევისას კი ოჯახის წევრებისა და მეგობრების აზრი გაითვალისწინეს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი ემოციებით ხვდები გამოცდებს, ბუნებრივია, რომ ყველა ნერვიულობთ. მაგრამ თავარია რომ ეს ნერვიულობა არ აისახოს ჩვენს ემოციებზე იმდენად რომ მან შედეგებზე იქონიოს გავლენა, მაგრამ პატარა ნერვიულობა ვფიქრობ რომ ერთგვარი პასუხისმგებლობაც. ვაბარებ 4 გამოცდას, არჩევითები არის ისტორია და სამოქალაქო და ყველა საგანში მაქვს საკუთარი თავისი მედი, ყველა საგანში კარგ შედეგს ველოდები და მინდა რომ წარმატება უსურვო ყველა აბიტურიენტს, მათ შორის ჩემს კლასელებს, ჩემს მეგობრებს და ყველაფერი კარგად იქნება და აუცილებლად დავდებთ საუკეთესო შედეგებს. მარიკა ტლაშაძე სკოლა AC-ში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ცდილობს აბიტურიენტებთან იმუშაოს ისე, რომ შექმნას საგამოცდო ფორმატის იმიტაცია და ბავშვებს მისცეს გამოცდილება არა მხოლოდ აკადემიური ცოდნისა, არამედ უნარების სახითაც. ბუნებრივია მღელვარება არის, ზოგი იმჩნევს, ზოგი ნაკლებად, თუმცა ყველას თავისებურად აქვს განცდა. ბუნებრივია ესეც, იმიტომ რომ ისინი ირჩევენ პროფესიას, რომელიც შემდეგ თავიანთი ცხოვრების საქმიანობად უნდა აქციონ და ამისათვის უწევთ საკმაოდ სერიოზული გამოცდების ჩაბარება. თავისთავად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა მნიშვნელოვანია როგორც მშობლიური ენისა და უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ის პირველია და ფაქტობრივად ის გამოცდილება უნდა მიიღონ საგამოცდო პროცესში მუშაობისა სწორედ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე. ამდენად ვცდილობთ რომ ვიმუშაოთ ისე რომ შევქმნათ საგამოცდო ფორმატის იმიტაცია და ბავშვებს მივცეთ ის გამოცდილება, რაც გამოადგებათ იქ ბუნებრივია უნარების სახით და არა მხოლოდ აკადემიური ცოდნისა. ორგანიზაცია ფაზლის ფსიქოლოგი ნინო ბერუაშვილი საუბრობს იმ სტრესზე, რომელიც საგამოცდო პერიოდს ახლავს თან და სთავაზობს აბიტურიენტებს პრაქტიკულ რჩევებს, რათა ამ რთულ ეტაპს მეტი სიმშვიდითა და თავდაჯერებულობით შეხვდნენ. მოგეხსენებათ, რომ თვითონ უშუალოდ გამოცდაზე შეიძლება მოხდეს გულის აჩქარება, სუნთქვის დარღვევა, ამიტომ ყველა აბიტურიენტის საყურადღებოდ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სუნთქვის დარეგულირება. უშუალოდ პროცესის დროს ვამბობ ამას, ამიტომ აი ღრმა ჩასუნთქვა, ცხვირიდან და ამოსუნთქვა, ეს ხელს შეუწყობს მათ სუნთქვის დარეგულირებას და სტრესის მოხსნას, რაც პროცესში ძალიან დაეხმარებათ. ასევე დროის მართვა. და რას ნიშნავს უშუალოდ გამოცდის დროს დროის მართვა? იგივე საკითხები, რომელზეც ზუსტად იციან რა პასუხი უნდა გასცენ, ზუსტად იციან როგორ უნდა შეასრულონ, ჯერ დაიწყონ ამის გაკეთება, რომ ის რომ რაღაცა გარკვეული ნაწილი შეასრულეს დავალებების, ეს სტრესს ამცირებს. წინა დღეს იციან ძალიან ხშირად თითქოს გადამეორება, მაგრამ ეს მხოლოდ დაღლის მათ ტვინს და ეს მხოლოდ არაეფექტურია, უნდა მოიწესრიგონ ძილი და მინიმუმ 2 კვირით ადრე უნდა მოიწესრიგონ კვება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვალების გადატვირთვა. შეიძლება ძალიან უცნაურად მოგვიჩვენოს, მაგრამ თვალების რამდენიმე წამით ცხვირის წვერთან ყურება თვალების გადატვირთვას ახდენს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ გამოცდის დროს. და აი ეს გარკვეული მცირე რეკომენდაციები მათ სტრესს მოუხსნით და უშუალოდ იმ პროცესში, გამოცდის პროცესში იქნებიან უფრო მეტად ნაყოფიერი. გამოცდებამდე 1 კვირაა დარჩენილი. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.